გონიათ რომ 800 ქულიანი საკრედიტო რეიტინგი გარანტიას გაძლევთ რომ სახს მიიღებთ, ასე არ არის. ამჟამად ხელოვნური ინტელექტის სკანირებს საბანკო ამონაწერებს არამხოლოდ თქვენს ქულას და ჩუმად აღნიშნავს ახლა იყიდე მერე გადაიხადე აქტივობას, როგორიცაა კლარნა ან აფირმი. თუნდაც არასდროს გქონდეთ ისინი გამოგანებული, თქვენ მაინც იხდით 8%-იან ფარულ გადასახადს ყველაფერზე, რასაც ეხლა ყიდულობთ. და ეს იმისთვის არა, რომ შეინარჩუნოს 46 მილიარდი დოლარის მოჩვენებითი ვალი იმ ადამიანებისა, რომლებიც თქვენს უკან რიგში დგანან. ასე რომ ნამდვილი კითხვა თქვენი საკრედიტო ქულა კი არ არის. ეს არის ის, რას ფიქრობს სისტემა, რა რისკების წინაშე ხართ და რამდენ ხანში დაიწყებს ეს თქვენს წინააღმდეგ მუშაობას. ეს არის იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით, თაღლითობა, თავი პირველი, უხილავი 8%-იანი დამატებითი გადასახადი. სუპერმარკეტის სალაროსთან თქვენს კისერზე უხილავი ტვირთი კიდია. როდესაც საკრედიტო ბარათს იყენებთ, საშუალოდ ყოველ ჯერზე 1.3%-დან 3.5%-მდე ტრანზაქციის საკომისიო გეკისრებათ. როდესაც იყენებთ ახლა იყიდე მოგვიანებით გადაიხადე apps ან BNPL კომპანიას, როგორიცაა კლარნა ან აფირმი, ისინი იმავე ტრანზაქციაზე დამუშავების საკომისიოდ 8%-მდე აკისრებენ. ეს თითქმის 4-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი საკრედიტო ბარათის შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ კომპანიები თითოეულ გაყიდვაზე თითქმის მთლიანი ფასის მიათედს კარგავენ. ეს არც ისე ცუდად ჟრებს, არა? მაგრამ არანაირი შანსი არაა, რომ ეს დამატებითი ხარჯები კომპანიებმა საკუთარ თავზე აიღონ. ეხლა იყიდე, მერე გადაიხადე. სერვისებს უყვართ თავიანთი დამატებითი გადასახადის აკრძალვის პუნქტის რეკლამირება. რაც ნიშნავს, რომ საკრედიტო ბარათებისგან განსხვავებით, სუპერმარკეტებს არ შეუძლიათ პირდაპირ დააწესონ დამატებითი გადასახადი, ახლა იყიდე მერე გადაიხადე გადახდებზე, რათა დააკომპენსირონ თავიანთი დანაკარგები. ეს საკმაოდ მომხმარებელზე ორიენტირებულად ჟღერს, არა? მართალია, ისინი ვერ დააწესებენ პირდაპირ დამატებით გადასახადს ახლა იყიდე მერე გადაიხადე შენაძენებზე, მაგრამ შეუძლიათ ფასები მთლიანად ყველა პროდუქტზე გაზარდონ. ასე ისინი მთელ შემოსავალზე ანაწილებენ დანაკარგს, რაღაც ფინანსური ბალისტიკური ჟილეტის მსგავსად. მათი მოგება უცვლელია და შენ ვეც კი ამჩნევ იმ თაღლითობას, რაც ახლახან მოგიწვეს. უხილავი გადასახადი, რომელიც მათ თითოეულ პროდუქტს დაამატეს, უბრალოდ ქრება გლობალურ ინფლაციის დალღებში, იდეალური დანაშაულია. და შენ ხარ მსხვერპლი. მაგრამ თუ ეს ამდენ დამატებით პრობლემას ქმნის, რატო ეთანხმებიან სუპერმარკეტები და სხვა მცირე გამყიდველები ამ თამაშს? ესენი მოგების მონტანი მექანიზმებია. ისინი არაფერს აკეთებენ თუ სარგებელს არიღებენ. და როცა ისინი სარგებელს იღებენ, ეს თითქმის ყოველთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ამავე დროს რაღაცას გვარგავთ. და ეს აქაც ასეა. საცალო ვაჭრები მზად არიან დამატებით პრობლემებთან გასამკლავებლად, რადგან ისინი გრძელვადიან თამაშს თამაშობენ. საქმე მხოლოდ თითოეულ გაყიდვაზე მცირედი დამატებითი მოგების მიღებაში არ არის. ეს ეხება მომხმარებლის ფსიქოლოგიის საფუძვლიანად შეცვლას მათი საკუთარი სარგებლისთვის. სწორია, იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით, შეიძლება უბრალო კომფორტად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ის ყოველ ჯერზე ტვინს გირეცხავს, როცა იყენებთ მას. 2024 წლის კვლევამ გაანალიზა 275,000 მომხმარებლის შესყიდვის ქცევა, რომლებმაც გამოიყენეს იყიდე ახლა გადაიხადე მოგვიანებით სერვისები და აღმოაჩინა რამდენიმე შემაშფოთებელი თანმიმდევრულობა. საშუალოდ არამხოლოდ ის, რომ BNPL-ის მომხმარებლებს გადახდისას მათი კალათის ჯამური ღირებულება 10%-ით მეტი იყო, არამედ ისინი უფრო მეტ შენაძენსაც აკეთებდნენ, რასაც სხვაგვარად არ იყიდიდნენ. ეს ნიშნავს, რომ რადგან BNPL გაძლევს ილუზიას თითქოს წინასწარ ნაკლებს იხდი, საკუთარ თავს ატყუებ და გგონია, რომ ერთ ჯერზე მეტის დახარჯვა შეგიძლია. ეს სარგებელს აძლევს როგორც BNPL service, ასევე მაღაზიას, ხოლო შენ საბოლოოდ ნაკლები ფული გრჩება. ამ ბინძურ ხრიკს, რომელსაც შენზე იყენებენ, აბსტრაქცია ქვია. ეს ფინანსური ინდუსტრიის უფრო დიდი მცდელობის ნაწილია, რომ ფული ნაკლებად ხელშესახები, ნაკლებად რეალური და ნაკლებად დაუყოვნებელი გახადოს. ასე შენ თავს აღარ იგრძნობ ცუდად, როცა იმაზე მეც დახარჯა, ვიდრე შეგიძლია. თუ შენს მიერ შეძენისას ფული მაშინვე არტოვებს შენს ანგარიშს, ეს ამცირებს мотивაციას, რომ მოცადო. ამის ნაცვლად ზუსტად იმას გააკეთებ, რაც მათ სურთ. დახარჯავ და დახარჯავ და დახარჯავ. მერე კი ინერვიულებ, საიდან და მოიტანო ფული. მაღაზიებში ზედმეტ სიხდი იმისთვის, რომ ვიღაცა სხვის ბურიტოს დააფინანსო. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დიდ კომპანიებს სურთ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველას განამოწურონ ფული. მაგრამ როცა ამას უფრო ფართო კულტურულ დონეზე შეხედავ, მიხვდები, რომ ინფლაციის გადასახადი უბრალოდ ერთ-ერთი სიმპტომია ბევრად უფრო დიდი ჭირისა და ამ ჭირს უკვე ჩვენი ეროვნული ვალი შეეყარა. მეორე თავი, ფანტომური ვალის ნისლი. ერთი ადამიანი, რომელიც კლარნაზე სენდვიჩებს ვალით ყიდულობს, ერთი აბავია, მაგრამ რეალურად 53.6 მილიონი ამერიკელი ვინც ამას იყენებს, რაც სამშეთკორე მთლიანი კორეის მთლიანი მოსახლეობაზე მეტია, ფინანსური ატომური ბომბია. მოგესალმებით სამომხმარებლო ვალის ველურ და გასაოცრად არარეგულირებულ სამყაროში. მხოლოდ 2024 წელს გლობალურად ახლა იყიდე მერე გადაიხადე ტრანზაქციებმა 324 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამერიკელი ახლა იყიდე მერე გადაიხადე სერვისის მომხმარებლების 25%-ზე მეტმა ეს სერვისი სასუქსათო პროდუქტების გადასახდელად გამოიყენა. განმადების გეგმების ზუსტად ახალი პროცესი არ არის. ადამიანები დიდი ხანია იყოფენ გადახდებს მსხვილი შენაძენებისთვის, როგორიცაა რიცა ავტომობილები და დიდი ავეჯი, მას შემდეგ რაც ეს პროდუქტები ბაზარზე გამოჩნდა. რა ზიანია იმაში, რომ იგივე გააკეთო საშუალო და დაბალი კატეგორიის სამომხმარებლო პროდუქტებისთვის, თუ შეგიძლია უბრალოდ დროულად გადაიხადო.
თუ და ეს 200-იანი სიტყვა მიგვიყვანს ფანტომურ ვალამდე. რადგან BNPL კომპანიებს არ აქვთ იგივე ანგარიშგების ვალდებულებები, როგორც ბანკებს ან საკრედიტო სააგენტოებს თუ გადაიდებთ გადახდებს, ეს არ აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაში. ეს არის დაუფარავი ვალი, რომელიც თქვენ გაკისრიათ, მაგრამ მის შესახებ არ არსებობს რეალური დოკუმენტაცია. თქვენი არჩეული BNPL სერვისის შიდა სისტემების გარდა. მაგრამ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? უბრალოდ უნდა გაიხსენოთ 2008 წლის ფინანსური საშინელებები. გლობალური ფინანსური კრიზისის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ფინანსური ინსტიტუტები შეგნებულად აძლევდნენ თავიანთ კლიენტებს სახლის სესხებს, რომელთა დაბრუნებაც მათ არ შეეძლოთ. და როდესაც ამ სესხებზე შესავალი გადახდის პროცენტი დასრულდა, სახლის მფლობელებმა ვეღარ შეძლეს ვალის დაბრუნება, რის შედეგადაც მასობრივი გადაუხდელობა დაიწყო. მთელი სისტემა საფუძვლიანად დაინგრა. ამიტომაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეძლონ სესხის მსურველთათვის ზუსტი რისკების შეფასება. მაგრამ თუნდაც საუკეთესო განზრახვები ჰქონდეთ, ისინი ვერ ხედავენ ფანტომურ ვალს, რომელიც თქვენი ფინანსების ბნელ კუთხეებში იმალება. ისინი ამ დაუფარავ ვალებს თქვენს საკრედიტო ანგარიშში არ გაითვალისწინებენ და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. შეიძლება ენდო ადამიანს, რომელსაც McDonald's-ის შეკვეთაზე საკრედიტო ხაზის გაზრდა სჭირდება, რომ სახლის სესხის გადახდას არ შეწყვეტს. ეს გავს უხილავ მომწამლელ გაზს, რომელიც ამ თითქოს უდანაშაულო სესხების გარშემო ჰაერში ტრიალებს. მაგრამ ეს ერთადერთი ბნელი რამ არ არის, რაც ხდება, როცა მოჩვენებითი ვალი გდევს. ეკონომისტები ამას სტეკინგს უწოდებენ, როცა მომხმარებლები ერთდროულად რამდენიმე მცირე BNPL სესხს იღებენ. ისინი ზრდიან საკრედიტო ხაზებს და კარგავენ კონტროლს იმაზე, თუ რამდენი მართლა აქვთ ვალი ნებისმიერ მომენტში. და ეს არ არის ჰიპოთეტური მაგალითი, რომ შეგაშინოთ. მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიურომ დაადგინა, რომ 2021 და 2022 წლებში BNPL-ის მსესხებლების 63%-ს ერთდროულად რამდენიმე სესხი ჰქონდა. ეს თავისთავად საკმარისი პრობლემა იქნებოდა, თუ ყველა ეს ვალი ერთ სერვისზე იქმნებოდა. მაგრამ ბიურომ დაადგინა, რომ მომხმარებელთა 33%-ს სესხები სხვადასხვა სერვისზე აქვს. ეს არის უზარმაზარი შემაძრწუნებელი ფინანსური ობობის ქსელი, რომლის გაკონტროლებაც სულ უფრო რთული ხდება, თუ არ გაქვს წვდომა ადამიანებსა და კომპანიებს შორის გადანაწილებულ უზარმაზარ რაოდენობის ფინანსურ დოკუმენტებზე. ახალგაზრდები და დაბალშემოსავლიანი ამერიკელები BNPL-ის ძირითადი მომხმარებლები არიან. ამიტომ ის ფაქტი, რომ BNPL-ის ვალი საკრედიტო სისტემის უფრო დიდ ნაწილად იქცევა, უკიდურესად შემაშფოთებელია. Tim Quinlan, Wells Fargo's economist, აფასებს, რომ 2023 წელს BNPL-ის მეშვეობით ხარჯვა $46 მილიარდამდე იყო. და ეს ტენდენცია შენელების ნიშნებს არ აჩვენებს. ასე შეშის მომხმარებელთა თითქმის 30%-მა ოდესმე ისარგებლა ახლა იყიდე, მერე გადაიხადე სერვისებით. და რადგან მისი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე იზრდება, ეს უფრო გონივრულ ვარიანტად გამოჩნდება იმ ადამიანებისთვის, ვინც ცდილობს თავი გაართვას ფინანსურ სირთულეებს. ვალის ბუშტი ჩრდილში იზრდება, ხოლო სამი მთავარი საკრედიტო სააგენტო, Equifax, TransUnion და Experian ამაზე არაფერს იციან. თუ ეს ყველაფერი მთავრობისა და მთავარი საკრედიტო ბიუროებისთვის უხილავია, რა აერთიანებს ამ მთელ სისტემას? და როგორ ხვდებიან ამდენი ჩვეულებრივი ადამიანი ამ ტყუილების და საშიში ვალების ქსელში? იმისათვის, რომ გაიგო აქ მიმდინარე ყველა მოტყუება, მნიშვნელოვანია ჯერ ერთი დიდი ტყუილი გაიგო, რომელიც ამ ყველაფერს შესაძლებელს ხდის. მესამე თავი, ვალის მახის ანატომია. თუ აქ დროის ბომბი იმაშია, რომ ადამიანები სესხებს არ აბრუნებნებენ, მაშინ გამოსავალი მარტივია. სისტემის რეგულირება, რათა BNPL კომპანიები მხოლოდ იმ ადამიანებთან მუშაობდნენ, ვისაც კარგი საკრედიტო ისტორია აქვს. მაგრამ ასეთი რეგულაცია არ არსებობს. კანონმდებლობის ბორბლები ძალიან ნელად რეალებს. ამასობაში თითქმის ისე ჩანს, თითქოს BNPL სისტემების სპეციმები სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ იდეალური მსხვერპლები მოძებნონ, რომლებიც მომავალში პრობლემებს შექმნიან. უკვე გითხარით, რომ BNPL თითქოს ფსიქოლოგიურ ხრიგზეა დაფუძნებული. თუ გადახდის რეალურ არსს უფრო შორს გადადებ, ფული აღარ გეჩვენება რეალურად. მისი დახარჯვა ბევრად მარტივია. ეს ზუსტად ის მექანიზმია, რაზეც საცალო ვაჭრები იმედოვნებენ, რომ buy now pay later-ით მოგებას მიიღებენ. 1988 წლის ფსიქოლოგიურმა კვლევამ, რომელიც პრელეჩმა და ლოევენშტეინმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ როდესაც ყიდვასა და გადახდას ერთმანეთისგან თუნდაც ოდნავ აცალკევებ, ფენომენი, რომელსაც ისინი გადახდის ტკივილს უწოდებენ, მსუბუქდება. და ზუსტად ისე, როგორც ფიზიკური ტკივილი გვარიდებს სახიფათო სიტუაციას, ფინანსური ტკივილის გვარიდებს ფინანსურად სახიფათო მდგომარეობებს. ეხლა BNPL იგივე სიტუაციისკენ გვიხსნის გას და მისასალმებელ ხალიჩას გვიფენს. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს კიდევ უფრო ღრმად შეესწავლათ BNPL-ის სამყარო. ისინი მოხიბლულები იყვნენ იმით, თუ რამდენად კარგი ჩანდა BNPL-ის კონკრეტული მეთოდი 4 ნაწილად გადახდა. თუ ოდესმე გისარგებლიათ ამ სერვისებით, ზუსტად იცით რას გულისხმობთ. ფასის პირველ 25% წინასწარ იხდით და დარჩენილ თანხას 3-25%-იან ნაწილად ყოფთ, რომლებიც 6 კვირის განმავლობაში იფარება. რომელი BNPL სერვისიც არ უნდა ერჩიოთ, ის წინასწარ იხდის თანხას და გარკვეულ პროცენტს იღებს საცალო მოვაჭრისგან. თქვენ შემდეგში რომ აბრუნებთ პულს, ამ სერვისს უხდით და არა უშუალოდ მაღაზიას.
და თუ ამ გადახდებს დროულად ასრულებთ, სერვისებს უყვართ იმის ხაზგასმა, რომ ეს გარიგება უპროცენტოა. მაგრამ ცოტას თუ ჩაუღრმავდებით, ყველაფერი მალე საეჭვო სახეს მიიღებს. საკრედიტო ბარათებისგან განსხვავებით, ეს სერვისები საკრედიტო შემოწმებას არ მოითხოვენ, რაც ავტომატურად მიმზიდველს ხდის მათთვის, ვისაც უკვე აქვს სესხების გადაუხდების ისტორია. ეს წარმოუდგენლად საშიში თვითშერჩევის პროცესია იმ ინდუსტრიისთვის, რომელიც ეყრდნობა რწმენას, რომ მისი მომხმარებლები მოგვიანებით გადაიხდიან. საბაზრო ანალიტიკის კომპანია CB Insights-მა შეაფასა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის BNPL-ის სესხების საერთო მოცულობა შეიძლება $1 ტრილიონ მიაღწიოს. როგორც Ed Dehani, Stanford-ის Business School-ის ბუჰალტერიის პროფესორი ამბობს, საშუალო მომხმარებლის ფინანსური ცოდნა დიდად არ გამოირჩევა. თუ მათ თავის ნებაზე დავტოვებთ, საკრედიტო კომპანიები ხშირად მომხმარებლების ხარჯზე მოქმედებენ, როცა ამის შესაძლებლობა აქვთ. მაგრამ აშკარაა, რომ საშუალო მომხმარებელი ამ სიფრთხილის საჭიროებას ვერ ხვდება. საშუალო BNPL მომხმარებლებს აქვთ 4%-ით მეტი ოვერდრაფტის გადასახადი, 1.1%-ით მეტი საკრედიტო ბარათის პროცენტი და 2.3%-ით მეტი საკრედიტო ბარათის დაგვიანებული გადასახადი, ვიდრე მათ ვიც ამ სერვისს არ იყენებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაზე მსუბუქი შემთხვევაა. უფრო მძიმე შემთხვევაში, როდესაც საყვარელი მაღაზიები მომხმარებლებს BNPL-ს თავაზობენ, ოვერდრაფტის გადასახადები 8.9%-ით გაიზარდა, საკრედიტო ბარათის პროცენტი 2.5%-ით, ხოლო დაგვიანებული გადასახადები 8.4%-ით. საშუალო მომხმარებლისთვის ეს წელიწადში დამატებით $176, ხოლო მძიმე შემთხვევაში $242. როცა ამ რიცხვებს ათეულობით მილიონ მომხმარებელზე ავრცელებთ, საქმე გაცილებით უფრო რთულდება, ვიდრე უბრალოდ ინდივიდუალური დამალული გადასახადები. Richmond-ის ფედერალური რეზერვის ბანკის კვანკის კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი პოტენციური პრობლემა ის არის, რომ BNPL-ის გამოყენებამ შეიძლება ზოგიერთი მომხმარებელი ზედმეტად ვალების აღებისკენ უბიძგოს, რაც მათ შესაძლებლობას ასუსტებს, რომ სხვა BNPL-ის გარდა სხვა სასესხო ვალდებულებები დაფარო. BNPL შეიძლება გახდეს რისკების დაგროვების საწყისი წერტილი, რაც სხვა სახის სამომხმარებლო კრედიტებზე შეიძლება გავრცელდეს. საქმე საკმაოდ რთულად გამოიყურება BNPL-ის მომხმარებლებისთვის. CFPB-ის მიხედვით, BNPL-ის ბუმს ძირითადად სუსტი საკრედიტო ისტორიის მქონე მსესხებლები განაპირობებენ. ხოლო ღრმა subprime მომხმარებლები BNPL სესხების 45% შეადგენენ, ხოლო კიდევ 16% მოდის subprime სესხებლებზე. მაგრამ ეს სრული სურათის ხურათის მხოლოდ ნაწილია. იგივე კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები მხოლოდ BNPL-ზე არ არიან დამოკიდებულები. ნებისმიერ თვეში მათ საშუალოდ $22,000 არაუზრუნველყოფილი ვალი შეიძლება ჰქონდეთ. საოცარია, მაგრამ ამ ვალის მხოლოდ 17% არის რეალურად BNPL. სხვა სიტყვებით, BNPL როგორც ჩანს, ვალს არ ამსუბუქებს. ის უბრალოდ ჩნდება მაშინ, როცა ვალი უკვე არსებობს და სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. უფასოფული პირობების გარეშე არ არსებობს. და რაც კიდევ უფრო უარესია, ეს პირობა ეხლა ყველა სკელზე ყველაზე ცუდად ეხვევა. მეოთხე თავი, FICO, 10-ის შოკური ტალღა და უხმო უარყოფები. საკრედიტო სამყარო ფუნდამენტურად ვერ იმუშავებდა რისკის შემფასებლების გარეშე. ისინი აფასებენ და იღებენ პასუხისმგებლობას ნებისმიერი ტრანზაქციის რისკზე და რაც უფრო მეტ რისკიან ტრანზაქციას ახორციელებს ფინანსური ინსტიტუტი, მით უფრო ახლოს არიან საფრთხის ზონასთან. თუ სესხს ან სადაზვევო პოლისს ეძებთ, სწორედ რისკის შემფასებელი ატარებს სათანადო შემოწმებას. და ეს რისკის შემფასებლები ახლა აპირებენ აიღონ თქვენი ყველა BNPL შეძენიდან ფარული ვალი და კარგად, საფუძვლიანად შეისწავლონ ინიგი. თუ BNPL სერვისებით ხშირად სარგებლობდით შესყიდვებისთვის, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ რთული დრო გელით წინ. თქვენი ფინანსური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი FICO ქულა, რომელიც მერყეობს 300-დან 850-მდე. ის განისაზღვრება თქვენი გადახდის ისტორიის, საკრედიტო ლიმიტის გამოყენების დონის, საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობისა და საკრედიტო ანგარიშების ტიპების მიხედვით. ფაქტობრივად შეუძლებელია გადაჭარბებით შეფასდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქულა თქვენი სესხის აღების შესაძლებლობებისთვის შეერთებულ შტატებში. Investopedia-ს მიხედვით, ის განსაზღვრავს დაახლოებით 90% სესხების გაცემის გადაწყვეტილებებში. 2026 წლიდან რისკის შემფასებლებმა დაიწყეს თქვენი BNPL ისტორიის ჩართვა ქულის განსაზღვრის ფაქტორად. და ისინი არა მხოლოდ გაცორთმილნი არიან, რომ შეამჩნიონ BNPL ხარჯვის დამახასიათებელი ნიშნები ადამიანების ანგარიშებში, არამედ დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენებაც, რომლებიც სპეციალურად ამგვარი ქცევის გამოსავლენად არის გაწორთნილი. ის, რასაც ეს მოდელები და რისკის შემფასებლები პოულობენ, BNPL მომხმარებლების საკრედიტო ქულებს არ გააუმჯობესებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადახდების აღშესრულება ინდუსტრიის მასშტაბით ტენდენციად იქცა. 2025 წელს საკრედიტო პლატფორმა LendingTree-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში მომხმარებელთა 51%-მა განაცხადა, რომ გასულ წელს გადახდა დააგვიანა. ეს მაჩვენებელი 2024 წლის 34%-თან შედარებით გაიზარდა. ეს ტენდენცია არანაირად არ არის დამაიმედებელი. როდესაც რისკის შემფასებლები და ხელოვნური ინტელექტის მოდელები ესეთ ვადაგადაცილებებს აფიქსირებენ, შედეგები შეიძლება ძალიან მძიმე იყოს. თუ $200 სასურსათო ვალის 6 კვირაში დაბრუნება შეგიძლია, როგორ შეიძლება განდონ 30 წლიანი იპოთეკა? და ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ. ამას თავად იპოთეკური ინდუსტრია ამბობს.
Waterstone Mortgage-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ BNPL გადახდის მეთოდები შეიძლება მოსახერხებელი და უვნებელი ჩანდეს, ამ სერვისების გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენი იპოთეკის დამტკიცებაზე, ან თუნდაც გადადოს გარიგების საბოლოო გაფორმება. თუ მალე აპირებთ იპოთეკის დამტკიცების პროცესის გავლას, შეიძლება ორჯერ დაფიქრდეთ ძალიან ბევრი BNPL ანგარიშის გახსნაზე ან მათი ხშირ გამოყენებაზე. სადაც ეს ნამდვილად შეიძლება დააზიანოს თქვენი სახლის შეძენის შანსები, არის მაშინ, როცა ეს გავლენას ახდენს თქვენს DTI-ზე, ანუ ვალისა და შემოსავლის თანაფარდობაზე. ეს არის თქვენი ყველა თვიური ვალის გადახდა გაყოფილი მთლიანი თვიური შემოსავლით, სადაც რაც შეიძლება დაბალი თანაფარდობა იდეალურია სესხის გამცემებისთვის. ეს ერთ-ერთი მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორია, შეძლებთ თუ არა იპოთეკის აღებას. ადრე სანამ საკრედიტო ინდუსტრია თქვენს BNPL მონაცემებს დაინახავდა, შეიძლება ფინანსურად ჯანმრთელად გამოიყურებოდით. მაგრამ თუ თქვენს DTI-ში BNPL გადახდებით ჩაეთვლება, შეიძლება სერიოზულად შეიზღუდოთ. თუნდაც სხვა მხრივ ფინანსურად ჯანმრთელი იყოთ, დამატებითმა ყოველთვიურმა ვალმა შეიძლება თქვენი DTI 43%-ზე მაღლა აიყვანოს, რაც იპოთეკის გამცემებისთვის რისკიანად ითვლება. ბევრ შემთხვევაში ეს ავტომატურ უარყოფამდე მიგიყვანთ. ეს არის პრობლემა ფინტექში, ინდუსტრიაში, რომელიც თითქოს აერთიანებს ტექნოლოგიებისა და ფინანსური ინსტიტუტების ყველა უარეს მხარეს. თქვენ გაძლევენ PCR Comforts იმ კომპანიისგან, რომელსაც აქვს სწრაფად მოქმედებისა და ყველაფრის დამსხვრევის მენტალიტეტი, მაგრამ ბოლოს ხვდებით, რომ რაც ინგრევა, ეს თქვენი სახლის ფლობის ოცნებაა. და თუ ეს იქნებოდა პრობლემის მთელი მასშტაბი, ესეც საკმარისად ცუდი იქნებოდა. მაგრამ ამ ფარული ვალისა და უხმო უარყოფების მიღმა კიდე უფრო უარესი რამ გველოდება ყველას. მეხუთე თავი, სეკიურიტიზაციის დროის ბომბი. თუნდაც BNPL თვითონ არ იყოს ძალა, რომელიც მთლიანად დაანგრევს ეკონომიკას, ეს მაინც კიდევ ერთი ნაბიჯია უფრო საშიში მიმართულებით ჩვენთვის ყველასთვის. ვალუტის აბსტრაქტიზაციიდან მზარდ ვალამდე, BNPL კიდევ ერთი გზის მაჩვენებელია ჩვენს გზაზე საკუთრების გარეშე ეკონომიკის აბსოლუტური კოშმარისკენ. Morgan Stanley-მ გამოთქვა შეშფოთება, რომ BNPL შეიძლება იყოს დამალვის საშუალება, რომელიც სამომხმარებლო დავალიანების რეალურ მასშტაბებს გაუგებარს ხდის. მაგრამ ეს უმნიშვნელოდ ჩანს უფრო დიდ საზოგადოებრივ რისკებთან შედარებით. როცა ფული ფსიქოლოგიურად რეალური აღარ არის და საკრედიტო ხაზები უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, მცირე გადახდები არასდროს მთავრდება და ნამდვილი გაცვლა არასდროს იწყება. ჯერჯერობით გარდა იმ ჟანგბადისა, რომელსაც სუნთქავ, თითქმის ყველაფერზე მხოლოდ დროებითი კონტროლი გექნება. ეს იქნება ქირაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომელსაც ჩვენი ტექნოფეოდალური ბატონები მართავენ და შენ უბრალოდ ერთ-ერთი იქნები იმ მილიარდებიდან, რომლებსაც ყოველდღე წველიან. ისევ ქშია თარლითობების, შეამოწმეს 3 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ჩრდილოეთ კორეულის სუპერთარლითობა. ან ამის ნაცვლად, ამას უყურე.